nous avons ყველას ერთი საერთო გვაქვს. მშვიდობა გვინდა. სწორედ ეს გვაერთიანებს. შევთანხმდით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლებიც უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე დღის ან კვირის წინ არც ისე ნათელი იყო. პირველი და ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების ვალდებულება ჩვენთან უსაფრთხოების გარანტიებზე ითანამშრომლოს. პრეზიდენტ ტრამპს ჯერაც საკუთარი შესაძლებლობის და იმის, რომ პრეზიდენტი პუტინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევას აპირებს. ამას მივესალმები და მინდა დავიჯერო. თუმცა თუ ეს პროცესი უშედეგო იქნება, ყველა ვთანხმდებით, რომ საქციები უნდა გამკაცრდეს და ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ მოგვიწევს ისეთი პოზიციის დაკავება, რომელიც რუსულ მხარეს მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ევროპელ პრეზიდენტებსა და უკრაინის პრეზიდენტს მშვიდობა სურთ. პირადად მე სერიოზულად მეპარება ეჭვი, რომ პრეზიდენტ პუტინსაც მშვიდობა სურს, რადგან სანამ ის ფიქრობს, რომ ომის გზით გამარჯვებას მიაღწევს, ის ომს გააგრძელებს.